ჰორნელანი, გაგვიმართლა, რომ ასეთი გადამწყვეტი ფეხბურთელები გვყავს. სენტ-ეტიენი ლიგა 2-ში ლიდერია და სეზონის ძალიან კარგი სტარტი აქვს. საფრანგეთის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში სენტ-ეტიენმა სტუმრად ლუკას ტასინის ერთადერთი გოლით ამიენი 1-0 დაამარცხა. ტრავმის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა პირველად ითამაშა ძირითადი შემადგენლობიდან და მოედანზე 90 წუთის განმავლობაშიც იყო. მწვანეების მთავარი მწვრთნელი ერიკ ჰორნელანი კი თავისი გუნდის შემტევებით ძალიან კმაყოფილია. ყოველთვის კარგია, როცა გყავს ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში ეფექტურები არიან. ლუკას ტასინმა ბოლო მატჩებში რამდენიმე გოლში მიიღო მონაწილეობა და მან, ისევე როგორც აგუსტინ ბოაკიემ და ზურიკო დავითაშვილმა, დღეს ბევრი რამ გააკეთა. ყველამ ბევრი იშრომა, რათა შეექმნათ მომენტები მატჩში, რომელშიც ზოგჯერ სახიფათოდ თამაში გვიჭირდა. გაგვიმართლა, რომ ასეთი გადამწყვეტი მოთამაშეები გვყავს, თქვა ჰორნელანმა. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლის გატანა შეძლო. სენტ-ეტიენს სეზონის კარგი სტარტი აქვს, 7 ტურის შემდეგ ლიგა 2-ის 17 ქულით 1-0 ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 27 სექტემბერს გენგამს უმასპინძლებს.